ებრძოლოს სახელმწიფო კორუფციას 2015-2016 წლებში. ანტიკორუფციულმა საბჭომ დღეს შესაბამისი სტრატეგია, სამოქმედო გეგმა და მონიტორინგისა და შეფასების ახალი მეთოდოლოგია დაამტკიცა. დოკუმენტი ანტიკორუფციული საბჭოს ფარგლებში შექმნილი სპეციალური ჯგუფების დახმარებით შეიქმნა, რომელშიც სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად არასამთავრობო ბიზნესისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრები შედიან. როგორია ახალი დოკუმენტის პრიორიტეტები, დასახული მიზნების განხორციელების სტრატეგია და შეფასების სისტემა. პირდაპირ ეთერში ანტიკორუფციული საბჭოს ხელმძღვანელი საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გვერდება. საღამოშიდობისა ქალბატონ თეა, გმადლობთ რომ მონაწილეობთ გადაცემაში. მოგესალმებით. ქალბატონ თეა, ეს არ არის პირველი სტრატეგია, რომელიც ანტიკორუფციულმა საბჭომ შეიმუშავა, მაგრამ თუ არ ვწდები, მასშტაბებითა და პრიორიტეტებით უპრეცედენტოა. ეხლა ამ ეთერში მას სრულად ჩვენ რასაკვირველია ვერ განვიხილავთ, მაგრამ თუ შეიძლება რომ გითხრათ, რა ძირითადი ამოცანები არის მასში დასახული? დიდი მადლობა ამ თემაზე საუბრისათვის, იმიტომ რომ ეს საზოგადოებრივი მნიშვნელობის თემა. მართლაც ჩვენ ეს ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმა, რომელიც 2 წელიწადზეა გათვლილი, 15-16 წელზე, არის უპრეცედენტო იმ გაგებით, რომ ჩვენ უფრო მაღალ ხარისხში ავიყვანეთ და დღეს რეალურად გავაფორმეთ იმ 2 წლიანი საქმიანობის სულისკვეთება, რაც ემსახურება შემდეგ მთავარ მიზანს, რომ რა თქმა უნდა ის ძველი და გამოცდილი ინსტრუმენტი კორუფციასთან ბრძოლის, რასაც ქვია ძალიან მარტივად რომ თქვა ციხე, სისხლის სამართლებრივი დევნა რჩება ძალაში და იქნება ისეთივე ეფექტიანი და მკაცრი როგორც აქამდე იყო, მაგრამ ყველა თანამედროვე სახელმწიფოში ეს არის უკანასკნელი გამოსავალი და ეს არ არის მთავარი იარაღი და ჩვენც ამ 2 წლის მანძილზე ახალ ეტაპზე გადავიყვანეთ კორუფციასთან ბრძოლა და აქცენტი გავაკეთეთ ისეთ ინსტრუმენტებზე, როგორიც არის პრევენცია, როგორიც არის გამჭვირვალობა, ღიაობა და როგორიც არის ანგარიშვალდებულების ინსტიტუტი, რაც მანამდე პრინციპში უნდა ითქვას ხმამაღლა, რომ არ არსებობდა. ანუ ჩვენ ერთის მხრივ ვინ არჩუნებთ იმ იარაღს, რომელიც არის გამოცდილი ამ საქმეში, მაგრამ მივდივართ უფრო წინ. ის სამინისტროები, ის სახელმწიფო სტრუქტურები, რომელიც მანამდე პრაქტიკულად იყო დახშული, არის ღია. ვერავინ ვერ უარყოფს იმას, რომ 2 წლის განმავლობაში ჩვენ შევძელით ახალი კულტურის შექმნა და კორუფციასთან ამ მეთოდითად ბრძოლა, რომ ყველაფერი არის და შეიძლება გახდეს კრიტიკის ობიექტი სახელმწიფო სტრუქტურებში, იმიტომ რომ ინფორმაცია არის ღია, რომ პოლიტიკური ფიგურები, მათ შორის მეც, განსხვავდებით ჩვენი წინამორბედებისგან იმით, რომ ვართ გახსნილი, თავს უშვერთ კრიტიკას, არ გვეშინია ამის, იმიტომ რომ დასამალი არაფერია და პრევენციაზე, ღიაობაზე, გამჭვირვალობაზე ვაკეთებთ აქცენტს. უფრო მეტიც და ეს ჩვენ დღეს დავამტკიცეთ ჩვენი სამოქმედო გეგმით, რომ ეს კიდევ უფრო მაღალ ხარისხში უნდა ავიდეს. უფრო მეტიც ჩემი ინიციატივით და საბჭოს მხარდაჭერით, ჯერ კიდევ შარშან ჩვენ ამ საბჭოში ჩავერთეთ ჯანდაცვის სამინისტრო, ჩავერთეთ თავდაცვის სამინისტრო, იმიტომ რომ ამ 2 სფეროში პრევენციაზე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე უნდა გაკეთდეს უფრო ფოკუსირებული აქცენტები და სპეციალიზებული მუშაობა ჩასატარებელი და ეს ჩვენს პრიორიტეტებში აისახა. სამოქმედო გეგმა 13 პრიორიტეტს ეყრდნობა, აქ არის პოლიტიკურ კორუფციასთან ბრძოლის ახალი პრიორიტეტი, რომელშიც წამყვანი როლი სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ექნება და ეს არ იქნება ცნობილი ის სავალალო კულტურა, რაც იყო წინა წლებში და ამ კულტურას, რომელიც სამარცხვინო ლაქაა სახელმწიფო აუდიტის საქმიანობის ისტორიაში ერქვა მოგელაძე, ეს საბოლოოდ აღმოფხვრილია და სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამ პრიორიტეტის ფარგლებში წარსდგება ახალი სახით. აგრეთვე არის თავდაცვის, ჯანდაცვის პრიორიტეტები, არის აგრეთვე გაძლიერება ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოსი და ჩვენ დღეს მოვიწვიეთ 4 ახალი წევრი საბჭოსი. ეს არის განათლების სამინისტრო, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია მოსწავლეზე წვდომა, რადგან მათ იციან როგორ შეიძლება ბავშვთან კონტაქტი და ცნობიერების ამაღლება, რომ ჩვენ ციხეში კი არ ვაგზავნდეთ მხოლოდ იმას, ვისაც ხელი წასცდა. არამედ ჩვენ მანამდე სანამ ადამიანს ეს დაემართება, მასში ცნობიერება სულ ბავშვობიდან ავამაღლოთ, მოვიწვიეთ და წევრებად გავხადეთ მარეგულირებელი კომისიები, რადგან იქაც უნდა გამჭვირვალე გახდეს სრულიად დახურული დღემდე არსებული პროცესები და ჩვენ ძალიან საინტერესო სამუშაო ჯგუფი დღეს შევქმენით იმისთვის, რომ საჯარო მოხელეები, პოლიტიკური თანამდებობის პირები მხოლოდ დეკლარაციებს კი არ ავსებდნენ, არამედ შევსებული ინფორმაციის
გადამოწმება, ანუ მონიტორინგი იყოს შესაძლებელი. თან ისე, რომ არ ირღვეოდეს პერსონალური მონაცემები და ჩვენი საჯარო მოხელეების, ოჯახის წევრების პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება და ბოლოს კერძო სექტორი. დღემდე კერძო სექტორი თითქოს რჩებოდა კორუფციასთან ბრძოლის მიღმა. დღეს პროკურატურას ჰქონდა ნოვატორული შემოთავაზება, რაც ერთსულოვნად იქნა გაზიარებული არამხოლოდ კერძო სექტორის, არამედ არასამთავრობო სექტორის და სახელმწიფო სტრუქტურების მიერაც, რომ თუ კი ჩვენ ძალიან მკაცრად ვჯით იმ ადამიანებს, ვინც საჯარო მოხელეა, გრთამს მოითხოვს თუ აიღებს ამისთვის, კორუფციულ დანაშაულზე პროკურატურა ფიქრობს, რომ სანქციები კერძო სექტორშიც უნდა გამკაცრდეს და ჩვენ ყველამ და პირველ რიგში მე აი ამ ნოვაციას მხარს ვუჭერ, როგორც თავმჯდომარე და შესაბამისი ცვლილებები განხორციელდება სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამის მუხლებში, რომ თანაბრობა იყოს, თანასწორობა კანონის წინაშე. კერძო სექტორია თუ საჯარო მოხელე, ჩვენ ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ კორუფცია არის და იქნება მკაცრად დასჯადი, მაგრამ პრევენცია მაინც წინ უნდა წამოიწყოს. გაბატონთეა, მიუხედავად იმისა, რომ ეს გეგმა გაწერილი არის 2 წელიწადზე, გასაგებია რომ გაჩნდა უკვე მაგალითად მონიტორინგისა და შეფასების ახალი მეთოდოლოგია. არის თუ არა საბჭოს ხელთ არსებული ადამიანური და ფინანსური რესურსი საკმარისი იმისთვის, რომ აი ამ ყველაფერს სათანადო დონეზე გაეწიოს მონიტორინგი? ძალიან კარგი კითხვა, მადლობა. საბჭო არის უწყებათა შორისი საკოორდინაციო საბჭო. ჩვენ არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ საბჭო, ასე ვთქვათ, წყრեց ყველა საკითხს. ეს არის უბრალოდ ადგილი, სადაც ვიკრიბებით სამინისტროები, სიპები, დღეიდან უკვე დამოუკიდებელი კომისიები, მარეგულირებლები, ენერგეტიკის თუ სამაუწყებლო თუ წყალმომარაგების. აქ არის კერძო სექტორი და სხვადასხვა ფედერაციები და ასოციაციები ბიზნესმენთა, აქ არის ბიზნეს ომბუდსმენი, აქ არის ომბუდსმენი, სახალხო დამცველი, აქ არის არასამთავრობო სექტორი, IDFI მაგალითად და მისი, ასე ვთქვათ, ძალიან აქტიური თავმჯდომარე ბატონი დავით კლდიაშვილი, აქ არის საერთაშორისო ორგანიზაციები და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე, თუ არა ყველაზე, საქართველოში არსებული წარმომადგენლობითი საბჭო. ძალიან მდიდარი აი ამ თავისი წევრებით. ყველა სამინისტროს ამ 13 პრიორიტეტის ფარგლებში კომისიებს და სხვა წევრებს გაეწერათ სამოქმედო გეგმით, ვინ რაზე აგებს პასუხს. ჩვენ უბრალოდ უწევთ აი ამ სამუშაოს კოორდინაციას, ვაძლევთ მიმართულებას. საკმარისი თუ არა ჩემი რესურსი, სამინისტროს რესურსი იმისთვის, რომ ამ კოორდინაციას თვალი გაუსწორო და გავუწიო, რა თქმა უნდა, უკვე არა. იმიტომ რომ როგორც თქვენ აღნიშნეთ, არის უპრეცედენტოდ მასშტაბური საქმიანობა წამოწყებული, რაც ჩვენ დაგვამსგავსებს უფრო თანამედროვე სახელმწიფოს და ამისთვის მე დამჭირდება, რა თქმა უნდა, სამინისტროს ფარგლებში, რომ სამდივნო ადამიანური რესურსით გავამდიდრო და გავეფლირო. გაბატონთეა, როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია თუ არა, რომ 2015-2016 წლებში დოკუმენტში მოყვანილი მიმართულებები სრულად განხორციელდეს? ყველა სამინისტრო უწყება, კერძო სექტორი, კომისიები, ვინც იქ იყო დღეს ერთხმად ამტკიცებდა და დავამტკიცეთ ეს სამოქმედო გეგმა, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ყველამ ჩვენს თავზე ავიღეთ ის პასუხისმგებლობები, რაც იქ არის გაწერილი და შესაბამისად ჩვენ გვევალება საბჭოს სამდივნოს, იუსტიციის სამინისტროს, რომ შესრულებაზე მკაცრი კონტროლი დავაწესოთ. თუმცა იქვე ითქვა, რომ ეს სამოქმედო გეგმა არის ცოცხალი დოკუმენტი, რაც იმას ნიშნავს, რომ დღესაც დავამტკიცეთ, შეიძლება მასში ცვლილებები შევიდეს, ხოლო ცვლილებები არ იქნება ისეთი, რომ ვერ შევასრულე და მომიხსენი ვალდებულება. პირიქით, შეიძლება ვალდებულებებით ამ 2 წლის მანძილზე ეს სამოქმედო გეგმა დაიტვირთოს, თუმცა უნდა ითქვას, რომ ამ სამოქმედო გეგმაში გაწერილი ამოცანები 20-30% უკვე ჯერჯერობით თებერვლის თვეა, მაგრამ უკვე აქვთ უწყებებს თუ არა შესრულებული, ყოველ შემთხვევაში დაწყებული შესრულებაზე მუშაობა და მე იმედიანად ვარ პრინციპში განწყობილი, რომ ჩვენ ამას ბოლომდე მივიყვანთ და საქართველოს შევანარჩუნებინებთ წლევანდელ მაჩვენებლებს თუ არა გავაუმჯობესებთ მას. საქართველოს წლევანდელი მაჩვენებლით არის სოფლიოში მე-11 ადგილზე ყველაზე დაბალი კორუფციული რისკით. თუმცა ჩემი საწუხარი მაინც რჩება ერთ-ერთი ადგილი საქართველოში, რომელიც არის
დახურული გაუმჭვირვალე ეს არის მართლმსაჯულება და ამას ალბათ მისი ახალი ხელმძღვანელი გამოასწორებს. გავდონთია, როგორ სრულდება ეს სამოქმედო გეგმა, ჩვენ საზოგადოებრივი მაუწყებელი პირველი არხი შეძლებს დაგვარად გავუწევთ მონიტორინგს, მაგრამ დღეს რამდენიმე კითხვა მინდა დაგისვათ ასევე მიმდინარე აქტუალურ საკითხებზეც. პირველი მაგალითად სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ ბრალი წაუყენა ყოფილ მთავარ პროკურორ მამუკა გვარამიასა და ექსპერტიზის ბიუროს უფროსის, ასევე ყოფილ მოადგილე როსტომ ლაზარიას. გაქვთ თუ არა ინფორმაცია, რა ეტაპზეა ყოფილი პრემიერის გარდაცვალების გამოძიების საქმე და რა შეგიძლიათ ჩვენ რო გითხრათ ამ საკითხზე? პროკურატურის ინფორმაციით ბრალდებულებმა შემთხვევის ადგილზე გააყალბეს მტკიცებულებები. ხომ არ ფიქრობთ, რომ ლოგიკურ დასასრულს უახლოვდება ამ საქმის გამოძიება? ეთით რამე საქმის დეტალებში არ ვერევი, არ უნდა ვერეოდე და არ ვიცი, მაგრამ ზოგადად, რასაც რა ინფორმაციაც მაქვს და ვუყურებ, პრინციპში ეს საქმე ნაბიჯ და ეს არის სწორედ სერიოზულობის მაჩვენებელი, რომ ჩვენ განსხვავდებით იმისგან, ვინც ვიცოდით, რომ შეუვარდი სახლში აიყვანე დაიჭირე ჩააგდე ციხეში. ეს არ არის ჩვენი სტილი. რა თქმა უნდა, უკეთესად შეიძლებოდა ბევრი საქმის უფრო სწრაფად წაყვანა და ზოგიერთი დღესაც განხორციელდა გადაწყვეტილება გულისხმობ ზურაბ აზაგაშვილის საქმეზე სასამართლოში პროკურატურის მიერ ამ ხალხის წარმართვას. პრინციპში ეს 2 წლით ადრე უნდა მომხდარიყო, მაგრამ იმიტომ რომ სერიოზულად უდგებოდა ყველა ამ საქმეს, იყო დაბრკოლებები ამაზე საჯაროდ ვისაუბრებთ, შორს წაგვიყვანს, პროკურატურამ მაინც შეძლო და სექტემბრიდან იმდენად სწრაფად და სერიოზულად ნაბიჯ სირთულეების მიუხედავად აწარმოა გამოძიება იქნება ეს ზურაბ აზაგაშვილის საქმე თუ ჟვანიას საქმე, რომ პრინციპში ლოგიკურ დასასრულამდე თუ ლოგიკური დასასრულის დასაწყისამდე ყველა ამ გახმაურებულ საქმეზე მივდივართ და ისიც მიხარია, უნდა ვაღიარო შესაბამისი კუთხის წარმომადგენელი ვარ, რომ აფრასიძეების საქმეზეც გამოძიება გააქტიურდა. აზაგაშვილის საქმეზე, კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ქალბატონთია გასულ წელს ეთდებოდა ხშირად განცხადებები, რომ აი საქმე გამოძიება სრულდება. ხომ არ ფიქრობთ, რომ გარკვეული კატალიზატორის როლი ითამაშა ამ შემთხვევაში იური აზაგაშვილის მკვლელობამ? ამ მკვლელობიდან 2 კვირაში გამოიძია პროკურატურამ გახსნილად გამოაცხადა საქმე. ამასთან დაკავშირებით ხომ არ გიჩნდება თქვენ კითხვები? მე მაქვს ჩემი ეჭვი, მე მაქვს ჩემი კითხვები, ბატონი იურა, მე ბევრჯერ თქვი, არ იყო ჩემთვის უცხო ადამიანი. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ერთადერთი რასაც ის თავის სიცოცხლეში მოესწრო, იყო სიცოცხლის დაცვისთვის აღმართული მემორიალი იუსტიციის სახლთან, ზუსტად იმ ადგილას, სადაც ზურაბ აზაგაშვილი და სხვები იქნენ სახელმწიფოს ხელით ჩაცხრილული, რომ ის მემორიალი დაიდგა ყველა იმ ოჯახის შვილისთვის, ვინც ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პირობებში სახელმწიფო მოკლა. სახელმწიფო არ არის იმისთვის, რომ ხალხს კლავდეს. ამიტომ ეს მემორიალი, რომელსაც ის მოესწრო, იყო მისთვის, ასე ვთქვათ, მორალური, ასე ვთქვათ, ზურგის გამაგრება, რომ სახელმწიფომ რაღაც აღიარება დაიწყო იმის, რომ მოხდა ტრაგედია. მე ძალიან ვწუხვარ, ჩემს ხელთ არ იყო, თქვენ იცით, 13 წლის მაისიდან მოყოლებული საპროკურორო ბერკეტები ხელთ და ვწუხვარ, რომ ვის ხელთაც ეს იყო, უფრო სწრაფად არ გამოიძია ეს საქმე, რომ აფეთქებამდე არ მისულიყო ადამიანი. არის ამ ორ კავშირს საქმეს შორის კავშირი თუ არა, ამაზე პროკურატურა მუშაობს და ალბათ უკვე იურა აზაგაშვილის გარდაცვალების თემაზეც რამდენიმე კვირაში პროკურორს თავისი დრო სჭირდება, რომ სერიოზული შედეგი დადოს და არა საქილიკო ვინმეში, ვიმედია რომ ეს დაიდება, მაგრამ ის რაც დღეს მოხდა უკვე არის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც სასამართლომ გაიზიარა პროკურორის შუამდგომლობები და ყველა ეს ადამიანი მიაბრძანა იქ, სადაც უნდა ყოფილიყვნენ ძალიან ბევრი თვის წინ. გაბდონთია, ზურაბ ადეიშვილზეც მინდა გკითხოთ. ინტერპოლი მას წითელი ციρკულარით ეძებს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგი უკრაინაშია და ჩვენი ელჩი უკრაინაში ადასტურებს, რომ ეს მართლაც ასე არის. იმ შემთხვევაში თუ პირი იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით, საკმარისია თუ არა ეს მხოლოდ რომ ადამიანი დააკავონ? თუ რამე პროცედურები არის კიდევ გასავლელი იმისთვის, რომ თქვათ ამ შემთხვევაში უკრაინელმა ძალოვანებმა ზურაბ ადეიშვილი დააკავონ. რა უნდა გავაკეთოს ქართულმა მხარემ იმისთვის, რომ დაამტკიცოს, რომ ზურაბ ადეიშვილი, რომელსაც ინტერპოლი წითელი ცირკულარით ეძებს, უკრაინელმა სამართალდამცველებმა დააკავონ? ძალიან ბევრჯერ დამისვეს მე ეს კითხვა ჯერ კიდევ 2013 წლიდან, რომ როდის იქნება ზურაბ ადეიშვილი წითელ ცირკულარში.
თავიდან მე როდესაც ვუხსნიდი, ასე ვთქვათ, კითხვის დამსმელებს, რომ ამას დრო ჭირდება, პროკურატურა მუშაობს და სერიოზულობით ეკიდება ამ საქმეს, იყო ხოლმე ნიჰილიზმი, რომ ესე იგი ეს არასდროს არ მოხდება. ჩვენ მიჩვეული ვართ ხოლმე, ასე ვთქვათ, მივარდნებს, შევარდნებს, ამას მიგვაჩვია წინა ხელისუფლებამ, ჩვენი სტილი ეს არ არის. ამიტომ აი სერიოზული ნაბიჯ-ნაბიჯ მუშაობის შედეგი, თუმცა აქვე ვიტყვი და ხშირად ვამბობ, რომ პროკურატურას სწორედ იმიტომ ჭირდება რეფორმა, რომ ხარვეზები იქ არის, მაგრამ რაც კარგია, ის უნდა დავინახოთ. ამ ნაბიჯ-ნაბიჯ მუშაობის შედეგად მიაღწიეს მათ იმას, რომ სამართლებრივი დახმარების ყველა მექანიზმი იქნა გამოყენებული საერთაშორისო და დიახ, ზურაბ ადეიშვილი მოხდა, უკვე არის ჩასმული ინტერპოლის მიერ წითელ ცირკულარში. ეს ყველამ ვიცით, რასაც ნიშნავს. ეს იმას ნიშნავს, რომ საზღვრის გადაკვეთას ის ვერ შეძლებს ვერცერთ სახელმწიფოში. ამ სახელმწიფოებს აქვთ ვალდებულება, რომ ის საზღვარზე გამოჩენისთანავე დააკავონ, მაგრამ ის რა კი უკვე იმყოფება ჩვენი მეგობარი ერთ-ერთი ქვეყნის ტერიტორიაზე, ამას ელჩის დადასტურება არ ჭირდება, ეს უკვე საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ თურმე იქ ის სახელმწიფო აღმშენებლობას ეწევა ქართული ანდაზა მახსენდება სახში რომ არ ვარ გადა სანადიროთ რომ გარბის ვიღაცა, ამიტომ ამას გავს ეს ყველაფერი, ეს ასაცილოა რბილად რომ თქვა. მე ჩვენს მეგობარ უკრაინელ კოლეგებს, მეგობრებს ვუსურვებ სახელმწიფო აღმშენებლობას ძალიან სწრაფად, მაგრამ წარმოუდგენელია ჩემთვის ეს მოხდეს იქ და იმ ადამიანის მონაწილეობით, როგორც არის ზურაბ ადეიშვილი. ეხლა რა უნდა ქნეს უკრაინამ? უკრაინა რა თქმა უნდა არის ის ქვეყანა, რომელსაც იგივე ვალდებულებები აქვს საერთაშორისო, რაც ნებისმიერ სხვას და ალბათ შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა მიიღებენ ყველა ზომას იმისთვის, რომ ძალოვანებს შორის თანამშრომლობა შედგეს. თუმცა ინტერპოლში ჩასმა ამ ადამიანის იყო პროკურატურის თემა, რომელიც საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების მექანიზმებს იყენებს თავის სფეროში. მაგრამ ის, რომ წითელ ცირკულარში ჩასმული ადამიანის, ასე ვთქვათ, ხელში ჩაგდება, ქვია, თუ მისვლა და აყვანა, თუ დაკავება მოხდეს, ეს თავისი პროცედურაა უკვე და ძალოვანებს შორის, დაკავებაზე უფლება მოსილ პირებს შორის თანამშრომლობის შედეგად უნდა მოხდეს და მე როგორც ვისმენდი დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებას, მათ ამ მიზნით უკვე ნაბიჯები გადადგეს. დიდი მადლობა ქალბატონო თეა იმისთვის, რომ